ჯარის ბანაკი 2025 ოფიციალურად დაიხურა. პროექტის ფარგლებში წელს კოჯორსა და საჩხერეში მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე იმყოფებოდა. მათ საცეცხლე, ტოპოგრაფიული, სამხედრო ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება და უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს. ჯარის ბანაკის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა. ჯარის ბანაკის მონაწილეებს სეზონის დასრულება მიულოცა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მსგავს პროექტებში მომავალი თაობის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა ახალგაზრდებში მიიღონ მონაწილეობა ჯარის ბანაკში. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავდაცვის ძალები ჩვენს ახალგაზრდებს, მიიღონ ის ცოდნა, რომელიც გააქვთ ჩვენს გმირ სამხედროებს, ის უნარჩვევები გამოიმუშაონ, რაც აუცილებელია ცხოვრებაში და გამოადგებათ მათ და რაც თავარია, ეს იყო ძალიან სახალისოდ გაკეთებული, მათთვის ეს იყო თავგადასავალი. პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებს, ასევე პროექტში ჩართული თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს. ჯარის ბანაკი გაიარა 1700-მდე სკოლის მოსწავლემ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სამხედრო საქმის სიყვარული. საპატრიარქოს წარმომადგენლები ბანაკის ახალგაზრდა მონაწილეებთან შემეცნებით საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავდნენ. მესამე წელია დამთავრდა ჯარის ბანაკის უნიკალური პროექტი, რომელშიც სიამაყით ვიტყვით, რომ საკმაოდ დიდი წვლილიც მიგვიწვრის ამ იდეის წარმოშობაშიც, მე ერთობლივ მუშაობაშიც, თავდაცვის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან ერთად. წელს ჯარის ბანაკი კოჯორსა და საჩხერეში 8 ნაკადად მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობაც 1700-მდე მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებმა მიიღეს. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს. ეცნობიან ზოგადად სამხედროების ცხოვრების წესს, პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. ზოგადად ჩვენი სამხედრო ცხოვრების წესის შესახებ, ასევე განსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პირველ დღეს არ მეგონა, რომ ასეთი კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი და ცოტა უწუწუნებდი, მაგრამ ბოლო დღეს ახლა როცა უკვე დაწასვლის დროს ძალიან გულწრფელდება, რადგან ყველაზე კარგი სერჟანტები არიან, ძალიან თბილები არიან. ჯარის ბანაკის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობაა.